დედაქალაქის პარალელურად ზუგდიდში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 29 დღეა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ იკრიბებიან მოქალაქეები. აქციის მონაწილეების მოთხოვნები არის უცვლელი, გადადგეს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუცია მიიტაცა, ჯერ იყო და რუსული კანონი მიიღო და დაამტკიცა, შემდეგ არჩევნები გააყალბა, კონსტიტუცია მიითვისა, ხოლო შემდეგ ლეგიტიმური პრეზიდენტის გვერდისავლით პარლამენტის შეკრიბა და პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, რომელიც თავის დროზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვერ დაინიშნა იმის გამო, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ვერ წარმოადგინა, ხოლო დღეს მმართველმა პარტიამ ის პირდაპირ მნიშვნელობით ქვეყნის პრეზიდენტად დასვა. ასევე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არც ერთი მათ მიერ დაორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც რუსთაველზე მშვიდობიან მოქალაქეებს, სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ გამოავლინა და ისინი სისხლის სამართლის პასუხგებაში არ არიან მიცემული. ეხლა ჩვენ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს, როგორია მათი მოთხოვნები და რას ფიქრობთ, რამდენად შედეგს გამოიღებს აქციები, შეიძლება თუ არა იძულებული გახდეს ამით ხელისუფლება, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დათმონ და გადადგენ ხელისუფლებას. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტის 29 დღეს ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელიც იბრძვის დასავლეთისთვის, ქვეყანა, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყანას კონდეს მომავალი, არ შეიძლება მართავდეს და არ შეიძლება ყავდეს პირდაპირ მნიშვნელობით გაუნათლებელი და უდიპლომო პრეზიდენტი. ამიტომ ჩვენი პროტესტი და ჩვენი აქ გამოსვლა დედაქალაქთან და სხვა ქალაქებთან ერთად ყოველდღიურია და არ შეწყდება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ დაგვიკმაყოფილებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ის იძულებული გახდება ძალიან მალე დანიშნოს ახალი არჩევნების თარიღი, რადგანაც ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ გვსურს ამ ქვეყნის რუსეთში წათრევა, არამედ გვინდა დასავლური განვითარება, იმიტომ რომ ვიცით, რომ განათლება, განვითარება და ყველაფერი სიკეთე, რაც ამ ქვეყანას ჭირდება მომავლისთვის და მომავალთაობებს ჭირდება, მხოლოდ დასავლეთთან ერთად გველოდება. ასევე აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრებით, ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რაც რუსთაველზე ხდება, 100,000-ობით ადამიანი აპროტესტებს ხელისუფლების, დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას. ვიცით, რომ 29-ში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მმართველი პარტია პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. თქვენ როგორ ფიქრობთ, სანამდე შეიძლება ხელისუფლებას, ანუ რა მოლოდინი აქვს და სანამდე შეიძლება ხელისუფლებამ აი ეს ვითარება მართოს? წარმოუდგენელია de facto ხელისუფლებამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას ყველანაირი ლეგიტიმაციის წყარო გამოეცალა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ნახეთ, რომ ის ბოლო პერიოდში ხალხს იყო მოკიდებული, თქვათ, ევთოოდირის დასკვას ელოდა, მაგრამ ევთოოდირის დასკვა ერთ-ერთში დაემთხვა ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების შემაჯამებულ ანგარიშს, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ იყო ქართული ხალხის ნების გამოხატულება, ამდენად არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი არ არის უფლებამოსილი აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც წარუძღვება ქართული ხალხის ნებას. მით უმეტეს, როდესაც თქვათ, ყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლოს ალბათ მართლაც საკუთარ ფეხბურთის სახელშეკრულებო ნორმას მოაწერა ხელი. წარმოუდგენელია ესეთი ადამიანი გამოხატავდეს ქართულ ხალხს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამდენად ბუნებრივი 29 დღეა ზუგდიდში გამოვდივარ და ვაპროტესტებთ გაბრაზებული ადამიანები ხელისუფლების ამ ქცევას. ამდენად ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ მიიღებს de facto ხელისუფლება არ მიიღებს იმ ორ გადაწყვეტილებას, რასაც ვითხოვთ. ეს არის ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატემრების უკლებლივ ყველას განთავისუფლება, რაც არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ 100,000-ობით ადამიანი რუსთაველზე აპროტესტებს ხელისუფლების აი ამ
უკანონო ქმედებას, ძალადობას და მათზე ფიზიკურად ანგარიშწორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ოდირის დასკვნებში ცალსახადწერია, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარდა, ხელისუფლება 29 რიცხვში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება, აქციის მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მართლ პარტიას, ანუ არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ დაუთმობენ, ქვეყნის ევროპულ კურსს გადაუხვიოს და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ასევე უნდა დაინიშნოს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები.